ქრისტიან-დემოკრატებმა სოციალურად დაუცველდა დევნილ ბავშვებს შობა ახალი წელი მიულოცეს და კინოთეატრ ამირანში ანოს და ვანოს თავგადასავალზე უმასპინძლეს გიორგი თარგამაძემ და ზაზა გაბუნიამ ბავშვებს სხვადასხვა საჩუქარიც გადასცეს. კინოჩვენებაზე 25 სოციალურად დაუცველი ბავშვი იყო მიწვეული. თარგამაძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. საახალწლოზე იმი გრძელდება, უპირველეს ყოვლისა, ვისაც უხარია ეს საახალწლო დღესასწაულები ბავშვები, ამიტომ მათთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს. დევნილთა და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან ეს ბავშვები და ჩვენი სურვილი არის, რომ ის კეთილი გმირები და ის დადებითი ემოცია, რომელთაც სავსეა ეს ქართული ზღაპარი, მათ და მათ ოჯახებს წლის ბოლომდე გაყოლოდით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და განსაკუთრებული რამ, რომ აი შობა ახალი წლის სიხარულის მიღმა არ დარჩენილიყო არც ერთი ბავშვი, რადგან ეს არის ყოვლისმომცველი სიხარული, რომელიც უნდა გაიზიაროს ყველამ. სწორედ ამიტომ ჩვენი კვიპროსელი თანამემამულის ხელში ფინანსური ხელშეწყობით ჩვენ გადავწყვეტ, რომ დღევანდელ დღეს გაგვიმართა ესეთი წარმოდგენა კინოჩვენების სახით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 25-მდე სოციალურად დაუცველი დევნილი ბავშვი ჩვენ შვილებთან ერთად. ძალიან მადლობელი ვარ ქრისტიან-დემოკრატების, რომ დღეს აქ მოვედი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფილმი ძალიან საინტერესო იქნება.